საღამოშვიდობის ეთერშია გადაცემა სივრცეში ეკავებხაძესთან, მე ჟურნალისტი ეკავებხაძე ვარ და დავიწყეთ დღევანდელი გადაცემა თქვენ უსმენთ რადიო სივრცეს FM 98-სა და 5-ზე. ბოლო ამბავი მინდა გაგაცნოთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო და მასში სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად მოხსენებული პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ ასე ქვია რეზოლუცია 400 ევროპარლამენტარი უჭერს მხარს 63 წინააღმდეგია 91-მა თავი შეიკავა. ამ რეზოლუციის ავტორი 57 ევროპარლამენტარია, ევროპარლამენტის 5 პოლიტიკური ჯგუფიდან, გეტყვით აქვე ევროპის სახალხო პარტიის, სოციალ-დემოკრატების, კონსერვატორების და რეფორმისტების, განახლების და მწვანეების. მოკლედ ამ რეზოლუციის შესახებ ჩვენ საინფორმაციო გამოშვებებში უკვე ისაუბრა ზურაბ თვაურმა, ამიტომ ამას აქ ახლა ახარ წავიკითხავ, პირდაპირ გადავალ ჩვენ სტუმარზე. გირჩის ლიდერი იაგო ხუჩია გახლავთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, მე მას მივესალმები საღამოშვიდობის. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. პირველ რიგში ალბათ ამით მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი მოკლედ ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რამდენიმე პუნქტი, რაც მნიშვნელოვანი ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე მკაცრი რეზოლუცია, რაც აქამდე მიღებულა პირველ რიგში მაინტერესებს თქვენგან ეს ასე არის თუ არა. და სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარება, ასევე მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანა და მისი გათავისუფლება და არჩევნების ჩატარება, სხვათა შორის აქ არის მითითებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც უნდა გაიმართოსო მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, ზედამხედველობა გაუწიოს დამოუკიდებელმა მიუკერძოებელმა საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო დამკვირვებლების მონიტორინგით. დასანქცირებული პირთა სიაც არის ჩამონათვალე, ამაზე უკვე ვიცით. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი მოსაზრება და შეფასება ამ რეზოლუციის. ჩემი აზრით ეს არის ყველა რეზოლუცია, რომელიც თანდათან სულ უფრო და უფრო უარესდება. რეალურად სამრეჟი კიდევ უფრო მეტად მიჯნავს ქართულ ოცნებას ევროპისგან. და შესაბამისად საქართველოსაც, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ქართული ოცნება წარმოადგენს ქვეყნის ხელისუფლებას ამ შემთხვევაში. კაცრი, არამკაცრი არ ვიცი. მე მგონი რომ საერთოდ სხვა დონეზეა გადასული ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობა, როდესაც ფაქტობრივად საუბარია დასანქცირებაზე პირველ რიგში, მე მგონი ყველაზე მძიმე კომპონენტი ეს არის, როდესაც ქვეყნის მმართველების დასანქცირებას ითხოვ. დანარჩენი მოთხოვნები მეტნაკლებად მანამდეც წარმომადგენლებიც არიან აქ შესულები სხვათა შორის. სანქცირებულთა სიაში. საბოლოო ჯამში ეს ხალხი სანქცირებულია როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლები, სხვადასხვა ფორმით, ზოგი ბიზნეს წარმომადგენელი ქართული ოცნების, ზოგი მედია წარმომადგენელი ქართული ოცნების, ზოგი პოლიტიკური წარმომადგენელი ქართული ოცნების, ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ არსებულ ხალხს ეხება ხო საბოლოო ჯამში ეს რაღაცა და დასავლეთმა გამოაცხადა რომ რაღაცა ეს ხალხი ჩვენგან არ არის როგორ გითხრათ, მიღებული. და საქართველოს თუ რამე ცვლილება ჭირდება, მას რაღაცა ეს სიტუაცია უნდა შეცვალოს. რაზეც ქართული ოცნების პასუხიც ვნახეთ უკვე ჩვენ და თქვენს რომ არასერიოზულია ეს ყველაფერი და კი, თქვენს რომ აი deep state-ი ახსენეს, რომ ან გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწევს deep state-ის გავლენას, რომ საერთოდ ეს რეზოლუცია ფარატინა ქაღალდია, ხო? იცით რა შეასაქმე? ზოგადად აი შეფასებები ოპოზიციის მხრიდან ახლა თქვენ რასაც ამბობთ, რომ ეს არის დასავლეთის პასუხი და დამოკიდებულება ქართული ოცნების დასავლეთთან. შემდეგ ვიგებთ უკვე ოცნების პასუხს, რომ ეს არის ფარატინა ქაღალდი და აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აი ესეთი რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ოპოზიციის და ხელისუფლების. როგორ უნდა ახსნათ და მოსახლეობა როგორ უნდა შეხედოს ამ ყველაფერს? მოსახლეობა უნდა შეხედოს იმდენად, რომ უნდა გამოვიდეს ამ ნარატივიდან, ქოცნაცური ნარატივიდან უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ ქოცნაცურ ნარატივს რაც მოყვება, ჩვენ ხედავთ, ფიზიკურად ამათ ბრძოლის ფარგლებში სრულიად არაადეკვატური ამბები ხდება ჩვენ თავს. შეიძლება ამით ახლა სანამ ეს პოლიტიკური თამაშის ნაწილია, კიდე შეიძლება გასაგები იყოს, მაგრამ ცოტა ხანში ეს არ იქნება პოლიტიკური თამაშის ნაწილი და ეს იქნება შეიძლება აისახოს საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების შეზღუდვაზე და მიმოსვლის ან ვაჭრობის გართულებაზე. რაც უკვე ძალიან მნიშვნელოვანი დამაზიანებელი იქნება მათ შორის საქართველოს მოსახლეობისთვის. და მოსახლეობამ რა უნდა ქნას, ალბათ ის უნდა ქნას, რომ თავისი არჩევანი უნდა გააცნობიეროს, როცა საარჩევნო ყუთებთან მიდის, იმიტომ რომ ამ ბრძოლის ფარგლებშია, ხო, ერთი აშავებს რაღაცას, ქართული ოცნება ამ შემთხვევაში და მეორე ამ ეს დანაშაული კარგად მიაქვს რაღაცნაირად ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ან
მუშაობს რომ ეს დანაშაული კონკრეტულად რაღაცა იქცეს. აი მანამდე ჯაფარიძე რო იყვნენ ჩასულები, ამას გულისხმობთ კიდევ იქ. ზოგადად ეს ხო ამ წუთას ვინმე რო არ გამოგჩეს, სულ ასე ხდება ეს ახალი არ ხდება ახლა. ეს უბრალოდ ეს თამაში თავის თავში ნელა უფრო და უფრო საშიში ხდება. უფრო და უფრო მეტ მსხვერპლს მოითხოვს და უფრო და უფრო მეტი რამე დგება სასწორზე. აი წარმოიდგინეთ რომ მართლა საბოლოო ჯამში ხო ეს ანუ მისი მეორე თუ ბოლო ტალღა დაიწყო არჩევნების შემდეგ. ანუ სულ ეს რაღაცა მრავალტალღოვანი ეს იყო, მაგრამ არჩევნების შემდეგ დაიწყო, რასაც ხელს უწყობდა ის რომ მათ შორის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვები გაჩნდა. კი, ვიღაცამ შეიძლება ვერ დაამტკიცოს 300,000 გაყალბებული ბიულეტენი, მაგრამ რო გაჟონა ბიულეტენი ყველამ დავინახეთ. შესაბამისად, ანუ იქიდან მოყოლებული როცა ხელისუფლებამ არჩევანი და გადაწყვეტილება მიიღო მასთან დაკავშირებით, ვატარებთ ახალ არჩევნებს, ვაღიარებთ ჩვენ შეცდომას, რომ ცუდად ჩავატარეთ ეს არჩევნები. ცუდად რა ნაწილში? გაჟონვის ნაწილში? ნუ გაჟონვის ნაწილში. თუ ვერ დამტკიცდა 300,000 ხმის გაყალბება? არა, 300,000 ხმა ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებდა არ ადმინისტრირებული იყო ცუდად არჩევნები, აი რა ნაწილში ჩატარდა ცუდად? არჩევნების გეტყვით. არჩევნების ორი კრიტერიუმი ჭირა აქვს არჩევნებს ზოგადად, რითაც ის ფასდება მისი სამართლიანობა ან ზოგადად შედგა თუ არა. ეს არის საყოველთაობა, რომ ყველა ადამიანს აქვს თუ არა საშუალება მონაწილეობა მიიღოს ამ არჩევნებში და ფარულობა. ხო არ არის, თქვათ, ამ შემთხვევაში ვინაიდან ნება ფარული უნდა იყოს საყოველთაო არჩევნებში, ეს ხო არ დაირღვა და ჩვენ შემთხვევაში დაირღვა უბრალოდ კი არა, არამედ ძალიან არსებითად. თითქმის ბიულეტენების 90%-ში. ანუ ნიშნავდა იმას, რომ კონვერტი რომელში ზიდებოდა ეს ფურცელი, იქაც გამოჟონა, ამას ამბობ? არა, წარმოიდგინეთ, აი მაგალითად ვიღაც ადამიანებს კონვერტში სანამ ჩადებდნენ, სანამ რაღაცა შვებოდნენ, ჩვენ რო დავაკვირდეთ უბრალოდ იმ დღის გავრცელებულ ვიდეო კადრებს. აი პრეზიდენტის ბიულეტენმა რო გაჟონა და ლელო რო ქონდა შემოხაზული, აქედან დაწყებული და დამთავრებული ადამიანების განწყობებით. აი ჩვენ ხო გძნობთ, რომ მაგრამ იაგო, იქ მე მგონი, აქ უფრო სწორად. ანუ მეკავათებით იმას, რომ არ გაუჟონია ბიულეტენს. არა, მაგას კი არ გეუბნებით. იქ იმ მომენტში, მაგალითად, როდესაც პრეზიდენტს ვამბობთ და ყველამ დავინახეთ, რომ ის რაღაცა ჩანდა, ოღონდ ვის მისახმა არ ვიცი, იქაც საკამათო საკითხი იყო. ხო, ხო საკამათო იყო, ზოგი რას ამბობდა, ზოგი რას, მაგრამ კარგით გამოჩნდა. აქ ალბათ კითხვა ისმის ასეთი, ხო? იმ წუთას, როცა გაჟონა, როცა დაინახეთ, რომ თქვენი ფარულობა დაირღვა. იმ წუთას რატომ არ თქვით ამას? და დაუშვათ, ანუ ვიღაცამ თქვა, ვიღაცამ არ თქვა, ამას რა შინაარსი აქვს? როგორ არა აქვს შინაარსი? მე იმ წამს ვამბობ, რომ დაირღვა ჩემი ფარულობა და გავასაჩივრე ეს და იქ ხომ მისცენ კომისიის წევრები შემეძლო მივსულიყავი. რა უნდა მექნა მე? როგორ რა უნდა იქვე უნდა გეთქვათ ეს და 10 დღის შემდეგ. ეს ხო რაღაცით რეგულირდება, რატომ? რატომ უნდა მეთქვა იქვე? რატომ არ უნდა გეთქვა? არა, ეს ხო რაღაცით, ეს ხო არ შეიძლება ჩვენს მოსაზრებაზე იყოს. ანუ ჩვენ მსჯელობა არჩევნების კანონიერება უკანონებასთან დაკავშირებით იმ დღეს არ ხდება. არავის არ ევალება იმ დღეს იმსჯელოს არჩევნები კანონიერად ტარდება თუ უკანონო. არა, საჩივარი ხომ უნდა დაიწეროს. არა, საჩივრები დაწერილი იყო. საჩივრების დაწერაზე არ გეუბნებით მე. საჩივრები დაწერილი იყო, თქვენ იცით ერთმა მოსამართლემ გაუხმა კიდეც ამ თვალსაზრისით შედეგები და მე უკვე ყველამ ვიცით რაც მოხდა საბოლოო ჯამში და სასამართლო ერთიან პრაქტიკაზე დადგა და თქვენს რომ არ ჟონავდაო, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით საქართველოს მოსახლეობამ რომ ჟონავდა. თქვენ ამბობთ რომ კონვერტში ჟონავდა? ანუ კონვერტიდანაც ჟონავდა. თქვენ ხო გქონდათ საშუალება რომ ის კონვერტში ჩაგედოთ ის ფურცელი? მისთვის კაცო, მაგრამ ვიღაცა მე რა მქონდა რა მნიშვნელობა აქვს? ანუ მილიონი ექსპერიმენტი ჩატარდა, მათ შორის სასამართლოში. ამასთან დაკავშირებით ისედაც ჩატარდა ექსპერიმენტები. და საზოგადოებამ დაინახა, რომ ამ კონვერტის იქ მოთავსება ისე რომ ადამიანს ვერ გაეგო ვის მიცა ვიღაცამ ხმა, მხოლოდ პროფესიონალებს ხელეწიფებოდათ. ჩვეულებრივ მოსახლეობას, რომელიც არ არიან პროფესიონალები, კონვერტის დაკეცვაში და სწრაფად ჩადებაში სადღაც, ამათთვის ეს ხელმიუწვდომელი იყო. ანუ შენ რაღაცა რეგულირება მოიფიქრე, კონვერტში ჩადებით იქნებოდა თუ როგორც იქნებოდა ეს. ოღონდ ისე მოიფიქრე რომ შენი მოსახლეობის 90%-მა ვერ ჩააბარა. რა მნიშვნელობა აქვს? გამოსვლას ხარ უტარებ მართლა შენს მოქალაქეებს? კი ბატონო, მესმის ახლა რასაც ამბობთ, მაგრამ ეს არგუმენტიც რატომ არ არის მისაღები ამ ფარულობასთან დაკავშირებით, რომ ბევრ ქვეყანაში არ არის ეს კონვერტი საერთოდ, მაგალითად მოლდოვაში. კონვერტი არ არის, კაცო. შენ ვინმე ხარ ამბობს, რომ კონვერტი რატო იყოთ ხო ამის გამო ხარ არის პრეტენზია? პრეტენზია არის, რომ ფარული უნდა იყოს ფარულობა ამან. მაგრამ არც ერთ ბიულეტენში სხვაგან, სადაც არ უნდა იყოს ეს არ ჟონავს ფლომასტერი, ისე რომ ეს ხალხმა დაინახოს ვინც ეს ხმა. მანამდე ქონდა საშუალება მილიონჯერ ენახა, მაგრამ გეტყვით იურისტ ასოციაციას ქონდა. კი, უფრო მეცაც გეტყვით. ანუ თუ ხობოზეა ცესკოსაც კი ქონდა ამაზე ინფორმაცია. კი ბატონო, ცესკომ გააკეთა განცხადება, რომ კიდევ უფრო გავასკედოთ ეს ფურცელი, ვიდრე ამერიკული კომპანიას ქონდა, ვიდრე ეს ამერიკული კომპანია ითხოვდა. ხო გაჟონა. ხო, მაგრამ მანამდე რატომ არ გააკეთა? ისეთ რამეზე გავადო ძალიან შორს წაგვიყვანს. მე არ გამათოვდნენ ფაქტებს ლაპარაკობ. მეც ფაქტს გეუბნები. რა გაჟონა, არ გაჟონა? გაჟონა, მაგრამ მანამდე რატომ არ თქვით ეს დაუშვა?
უშუალოდ თუ გაჟონა. ვიღაცამ თქვა, ვიღაცა მე შემიძლია გითხრათ ერთი 5 სუბიექტი ვინც თქვა, შემიძლია გითხრათ 10 სუბიექტი ვინც არ თქვა. ეს საკმარისია რომ გამოვაცხადოთ არჩევნები გაყალბებულად? გინდა მე გელაპარაკებოდეთ ისა რა ქვია, თავიდან ვინც თქვა იმ ხალხის სახელით, ან იმ ხალხის სახელით გელაპარაკებოდეთ, ვინც არ თქვა. მნიშვნელობა არ აქვს, რაღაცა უკანონოდ ჩატარდა. ანუ ფაქტი არის და აი ამ ფაქტს აღიარე. რა თქმა უნდა, კაცო, ფაქტია. ფაქტია, რომ ბიულეტენმა გაჟონა. ამას არავინ არ კამათობს. ისევე როგორც არავინ არ კამათობს იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ფარული არჩევნები არ უნდა ჩატარდეს საჯაროდ. არავინ არ კამათობს ამასთან დაკავშირებით. არც ერთი დისკუსია ამ მიმართებაში ხო არ ყოფილა. მე მაგალითად დებატებს რო ითხოვდა კოლახიძე და ხალხი რო არ დაუჯდა რო ეშინოდა. ჩვენ ხო ერთადერთი პარტია ვიყავით, ვინც ვამბობდით, რომ დიდი სიამოვნებით დავჯდებით. რო ამბობდნენ, რომ აი ასეთი არჩევნებთან დაკავშირებით პრეტენზიებს ვერ ასაბუთებთ, ამას ვერ შვებით, იმას ვერ. მარტივი პრეტენზია თქვენთან ვამბობ. გაჟონა ფაქტია რომ გაჟონა უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. მე თქვენთან თავიდანვე რო ეს ოპოზიცია თავიდან, როდესაც ახდენდა CSGO ტესტირებას ამ ტექნოლოგიების მაშინ არ ჟონავდა, მაშინ რატომ ამბობდნენ რომ შეუძლებელია არჩევნების გაყალბება, რომ ყველა ამომრჩევლის ხმა იქნებოდა დაცული. გაყალბებაზე მე არაფერს არ ვამბობ. იგივე კონვერტები ჩვენს ეთერშიც მოიტანა CSGO მეს აპარატები და აქ ჩავატარეთ ესეთი პატარა რაღაცა ექსპერიმენტი. ანუ შეეძლო ოპოზიციას მაშინ ეს ენახა. იმ მოსახლეობისას, ვისაც არ ჯერა ამ გაჟონვის. ხო და ნახეთ მიწერეს, რომ გაჟონა იურისტთა ასოციაცია მიწერა და უთხრა რომ ეს ბიულეტენები ჟონავსო და თუ შეიძლება გამოცვალეთო იმათმა უთხრეს რომ არჩევნების დღისთვის თო ჩვენ სხვადასხვა ბიულეტენს გავაკეთებთ და არ გაჟონავსო. მოვიდა არჩევნების დღე გაჟონა. ანუ მანამდე ამბობთ რომ სხვა ბიულეტენებით იყო და ექსპერიმენტები ჩატარებული. ექსპერიმენტები რაღაცა ბიულეტენით იყო ჩატარებული, რომელმაც გაჟონა. შეიძლება იგივე იყო და როგორც ახლა ჟონავს, მაშინაც მაშინ გაჟონა, მე არ ვიცი. მაგრამ თქვენ არ მიგიღიათ მონაწილეობა. არა, იურისტთა ასოციაცია ღებულობდა მონაწილეობას. მახსოვს მაგალითად როცა ამბობდა. ნიკა გვარამი არის. იურიდიულ ის ნიკა გვარამი რა კონცერტებს გავს ეს სხვა საკითხია. მე არ მაინტერესებს. მე სხვა რამეს ვამბობ. ანუ როდესაც იურისტთა ასოციაცია მონაწილეობდა თავის დროზე სამართლებრივ პროცედურებში, ამ სამართლებრივ არა კონცერტში, არამედ სამართლებრივ პროცედურებში, ამ სამართლებრივ პროცედურებიდან რაღაც არ მოეწონათ, წერილი დაწერეს და უთხრეს, რომ აგერ ეს ჟონავს და იქნებ რა ვექნათო. პასუხად იყო ის, რომ გამოვასწორებთ არჩევნების დღეს არ გაჟონავსო, მოვიდა არჩევნების დღე გაჟონა. ანუ ვერავინ ვერ იტყვის, რომ არ იცოდნენ ამის შესახებ. კარგი, რა შეგეხებათ თქვენ მაშინ? თქვენ არჩევნების დღეს პრინციპში როდესაც დასრულდა არჩევნები, მაშინ გვახსოვს, რომ თქვით, ხო, აღიარეთ დამარცხება რეალურად. და გეტყვით რა, მე ახლაც ვაღიარებ დამარცხებას, არასდროს არ მithქვამს, არ და ჩვენ არ მოვიგეთ ეს არჩევნები მეტი. მე სხვა რაღაცა ვთქვი იმ დღეს. მე იმ დღეს ვთქვი, რომ არჩევნები კი არ გაყალბებულა, რასაც ოპოზიცია ეძახის, არამედ გაყალბდა ადამიანების აზროვნება. გაყალბდა იმით, რომ შექმნეს რაღაცა არარსებული მატრიცა, ხოცნაცური ბრძოლის, ხალხის დაშინების, 4 პარტია, 4-5-95 ხმა არ დაიკარგოს. ნაცები მოდიან თორე დედას გვიტირებენ, ანუ მე გეუბნებით ამ პარადიგმებს, რომელიც ამ დღეს ტრიალებდა, რომელიც რა სისულელეს ადამიანებმა დაიჯერეს და სისულელეს რას ეძახით? ეხლა აქაც მაინტერესებს. არა, სისულელე, აი მაგალითად გეტყვით, აი მაგალითად არჩევნების მეორე დღეს ჩვენ ვხვდებით რუსების ქვეყანა. რაც არჩევნების წინააღმდეგ ოპოზიციას პირობითად. მეორეს მხრივ მოვლენ ნაცები, დედას გიტირებენ. მეორე პარადიგმა, ნაცებმა იღეს 10%. ანუ გასაგებია რომ დანარჩენმა ნაცებმა ერთად 40, მაგრამ იმ ნაცებს რასაც მეორე პარადიგმა, აქ საუბარი უკვე ომის ეგეც ომიდან კიდე ასევე მეორე აბსურდული პარადიგმა. ომი გინდათ პარადიგმა, რომელიც კონტრარგუმენტები აქეთ ამ მხრიდან დაბლოკილიყო ოპოზიციის მხრიდან, რაც ითქვა მათაც აღიარეს ეს, რომ ჩვენ ამაზე კი არ მუშაობდით, რომ ამ პარადიგმის საწინააღმდეგო რა გაკეთებიაო. არამედ ამის ის იყო, რომ რავი, ბიზნეს დედაცვატირე, ეს და ეს. ანუ მე ეს ჩავთვალე პირველ დღეს, რომ ანუ ასე არ შეიძლება არჩევნები ჩაატარო. მაგრამ ეს ასე არ ტარდება არჩევნები, რომ როგორ შეიძლება არჩევნები ჩატარდეს და მეორე დღეს ტემპერატურამ დაბლა არ დაიწიოს. ამ პირიქით მეორე დღეს კიდევ უფრო მაღლა აიწია ტემპერატურამ. არა და ჩვენ არჩევნები იმისთვის გჭირდება, რომ ტემპერატურა დაბლა იწევდეს არჩევნების შემდეგ. რატომ აიწია ამ ტემპერატურამ? იმიტომ რომ არჩევნები სათანადო წესით არ ჩატარდა. ნახეთ მე ვერ ხო ფიქრობდა, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვებდა. აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. არჩევნებში რო გაიმარჯვებს. ეგ არა, ყველა როგორ ფიქრობს, ეხლა რეალურად არა აქვს, არ ვიცი, განცდა. გამარჯვებაა სხვადასხვა, ვიღაც გამარჯვება ნიშნავს სხვადასხვა რამეს, მაგრამ ყველა ფიქრობს, რომ გაიმარჯვოს არჩევნებში რა უნდა. უბრალოდ ყველასთვის სხვადასხვა ციფრია გამარჯვება. მაგრამ ახლა ნახეთ მეორე დღეს მეც კი ეს რო რაც დავწერე, ანუ ამის მერე მეორე დღესვე მომიწია როგორც კი დავინახეთ რომ მელანმა გაჟონა პირველ დღეს ეს კიდე მე კი დავინახე სადღაც რომ გაჟონა მელანმა. თქვენ არ გითქვამთ ეს მეორე დღეს. კი როგორ არა? მეორე დღეს არ გითქვამთ რომ გაჟონა მელანმა. არა როგორ არა ზუსტად ის სადაც რამდენიმე დღე და მერე წამოვიდა ამაზე საუბარი. მეორე დღეს კი არა პირველი გეტყვით ახლავე იურისტთა ასოციაციამ როგორც კი დაწერა, ანუ იურისტთა ასოციაციამ დაწერა ფაქტი
რომ დავაკვირდი ჩვენ რაღაცას და პროცენტები გაჟონვის იყო ამდენი. მე უბრალოდ დავწერე პოსტი, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელახლა, იმიტომ რომ იურიდიულად ხო. მალევე არჩევნების მეორე მესამე დღე არის, ერთი კვირაც არ არის გასული. არ იქნება ერთი კვირა არ იქნებოდა, მაგრამ არა მეორე და მესამე. არა, მნიშვნელობა, ანუ ერთი კვირაც რო იყოს, არანაირი ვადა ეს არ არის. როცა გაიგებ, იქიდან გაიგე შენ თორმე რომ უკანონო ჩატარებულა რაღაცა. თუმცა მე მგონია რომ მეორე მესამე დღე არის, ახლა გადამოწყვეტს რა უნდა მაგის იმას. ნუ არც მე არ მახსოვს, ამიტომ ამაზე ნუ ვიკამათებ. ნახეთ რა შეა საქმე, გასაგებია რომ ოპოზიციის ბრიყვული ტაქტიკა, რომ არჩევნები გაყავდა 300,000 ხმა, ჰაი, ჰუი, ჟივილ, ხივილი, ქოცებს აწყობთ. იმიტომ რომ მაგის პირდაპირ მტკიცებულება არ არსებობს. მაგრამ ქოცებს არც ერთი დისკუსია არ აწყობს იმასთან დაკავშირებით, მართლა გაჟონა თუ არა ბიულეტინმა და რა ხდება მაშინ, როცა ბიულეტინი ჟონავს. ხო და მე ეს ამ კრიტიკას ვუყენებ მათ და არა იმას რომ ბიულეტინი ჩაყარეს 300,000 სადღაც 300,000 ბიულეტინის ჩაყრა რომ მომოდათ მაშინ საერთოდ არ ჩაატარებდნენ არჩევნებს პირობითად მათ ყველაფერი მისთვის გააკეთეს რომ ელეგანტურად ყოფილიყო ეს ყველაფერი უბრალოდ ეს ამ ელეგანტურობაში მილანმა გაჟონა ამან გაჟონა შეგნებულად იმუშავა გაჟონვის თემა მაგალითად აი ეს ჩვენ არასდროს არ ვიცით ამიტომ არის როგორ არ ვიცით 26-ის შემდეგ იწყება გამოსვლები ხო მიწყება გამოსვლები გამოსვლა შუაშია ნუ ოპოზიცია პროტესტებს ამ არჩევნებს დაიწყო ხო ოპოზიციამ ამ არჩევნების გაპროტესტება მოსახლეობას მოუწოდებს გამოვიდეს გარეთ ვნახეთ გარეთ გამოსული მოსახლეობა 28-მდე მოდით 28-ის შემდეგ სხვა ამბები იწყება 28-მდე ისეთი ბელადები ყავდა ამ ხალხს ან როგორ გითხა გვარამიას ბელადობით სადღაც გახვიდე არა თუ კი მეუბნება ახლა ჩემი არა ეს მე გეთანხმები ლიდერი რომელიც ამბობს რომ არჩევნები გაყავდა ხალხთან გამოდით ქუჩაში და აღმოჩნდა რომ მინავდა 28-მდე ვერ გამოდიან ნუ გადაკეტეს რაღაცა გზა გადაკეტეს იქ მელიქიშვილი გადაკეტეს ის რომ ხალხი არ ვიყარებოდათ ან წარმოგიდგენთ მე მგონია რომ ეს ანუ მიზეზი ის არის რომ იქ ლიდერები იდგნენ და ხალხი ვერ მიეკარა ჩვენ ხო ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ გვარამიას მიერ მოწყობილ მასკარაძე თესეუს წინ ამ მასკარადში ერთი რაღაცა იყო ყურაცაღები. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამასთანაც საჯაროდ დავაყენოთ პრეტენზია ერთ-ერთ ლიდერთან, მათ ერთ-ერთ ნიკა მელიასთან, საიდან მოიტანეთ ფული წინას არჩევნოთ. იცით, რომ ბოროტენები ამბობენ, რომ პრეზიდენტთან ხაზარაძემ წამოაძახა 40 მილიონი გვარამიას. საიდან მოიტანეთ ამ წინას არჩევნოთ. 40 მილიონი არ ვიცი, მაგრამ 10-იც რო იყოს, რაც ოფიციალურია და გაფორმებულია საბუთებით ყველაფრით. ეს რო არ ახსნილა. ეს ფული ხო პირველი მე ხო საქართველოს პოლიტიკაში ვარ და ვიცი რომ აქ ინვესტორები როგორ მოდიან არის პოლიტიზებული თავისუფალი აგარ ვიცი ეს ამბავი და ვიცი რომ 10 მილიონს ავერიშოვი გამორიცხულია გვარამია თუ ეს ხოცებს არ უნდოდათ შემდეგ რასაც ის აკეთებდა რა როგორც აკეთებდა ჩემი აზრით არის ასევე ხოცების გეგმის ნაწილი გვარამია სპეციალურად გამდა ისეთ კონცერტებს რომ ხალხი ვერ მიკარებოდა სირცხვილი ყოფილიყო იქ მისვლა აი ესეთ კონცერტებს გამდა პირიქით 28-ის მერე რო ჩვეულებრივი ამბები დაიწყო და ხალხი მართლა გამოვიდა ქუჩაში ხო მაგრამ არა არჩევნების გაყალბების მიზნით გამოვიდა ნებისმიერი მიზნით რაც უნდა გამოვიდეს მერეც ანუ ამ კონცერტებით არ ებრძვიან ეს გვარამიას და მისი მეგობრების კონცერტი არის მიტინგების დაშლის ყველაზე აპრობირებული გზა ხოცების მიერ მოფიქრებული შესაბამისად ფულს გვარამიას და მისი მეგობრებიც იღებდნენ სინამდვილეში არა იმაში რომ ბიზნესა დაემხო ხო მაგრამ თქვენ არამედ იმისთვის რომ პროცესი დაეზიანებიათ ფაქტებით ადასტურებთ რომ ფულს იღებდნენ მაგალითად აგერ კომენტარი გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან რომ როცა დაფინანსების წყაროს ლეგიტიმაციაზე საუბრობსო გირჩიო და იაგო ხვიჩია ეს უნდა დაასაბუთონო რა დასაბუთონო უნდა მაგას ანუ უწერიათ რომ 10 მილიონი მიიღეს თუ არა და ეს ჭორაობაა არა რა ჭორაობა ყველა მიცის მაგიტომაც ნიკამელია მაგიტომაც არ ილაპარაკ ამაზე და სხვა თემებს დავუთმოთ რომ ჩვენთან სადებატოს თქვენ გელაპარაკათ რა მელაპარაკა მე კითხვას ვსვამ მე ვამბობ რომ ვიცი რომ შენ 10-ობით მილიონი მიიღე წინას არჩევნოთ საიდან და ვიცი ხალხი ვინც რა ფულს რიცხავდა ამ 10 მილიონს საქმეში ანუ ოფიციალურად ათეთრებდა რო აკეშებდა ესე რომ ვთქვა იმ ხალხს იქ ფული არ აქვს მე ეს ვიცი ხო და ანუ ვიკითხულობ საიდან ფულით ხო და რატო არავინ არ გიშლის ხელს და თუ არავინ არ გიშლის ხელს ბიძინა ყოფილა დემოკრატიკაცი შენ თუ წინას არჩევნო 10 მილიონს ყრიფავ ოპოზიციონერი პარტია დაპირისპირებული მასთან შეთანხმების გარეშე მაშინ რას ერჩით ანგელოზია კაცი ანუ ასეთი დემოკრატია ვიც აქ ამ ხელა ხარისხი დემოკრატიის კარგით მე და დავის ხარ გჯერა ნუ არ გავაკეთებ კომენტარს მოდით გავაგრძელოთ საუბარი ისევ არჩევნებთან დაკავშირებით მინდა ეხა ერთი კითხვა კიდე დავსვა მოკლედ ქართული ოცნების მხარდამჭერებშიც იყო პოზიცია, როდესაც გირჩი ვერ შევიდა პარლამენტში, რაღაცნაირი გულის წვეტა,
რომ აი რატომ ვერ შევიდა გირჩი და რატომ შევიდნენ ის პარტიები და ასე შემდეგ. აი თქვენი განცხადება ზუსტად ამ გაჟონვას რასაც მოყვა, შემდეგ უკვე რა განცხადებაც გააკეთეთ. მე ეს შეფასდა თითქოს ესე რომ აი თავიდან უნდა ჩატარდეს არჩევნები ამბობდით და თითქოს ესე შეფასდა რომ ეხლა გირჩს რაღაც თავში აუვარდაო ძალიანო ჩვენ რომ მოვინდომეთო რომ რაღაცა გულისწყეტა გქონდაო რატომ არ შევიდნენო და ეხლა მოინდომა გირჩმა რომ ჩატარებულიყო არჩევნები. სადარ შევიდა გირჩი კაცო? პარლამენტში ამ არჩევნებ. ეხლა ამ არჩევნებ ვერ შევიდა ხო? მე მაპატიეთ ვერ შევიდა. და თითქოს გირჩს თავში აუვარდაო ეს ჩვენი გულის წყრომა და გულის წყენაო და მათაც მოითხოვეს ეხლა ხელახალი არჩევნები. იყო თუ არა ეს თუ გაწყობდათ აი მინდა ეს წავიყვანო აქეთკენ თქვენ გაწყობდათ ხელახალი არჩევნების ჩატარება. ნებისმიერ შემთხვევაში გვაწყობს ახალი არჩევნები. ეს არის თქვენი პოზიცია? კი რა თქმა უნდა. ჩვენ გვაწყობს, ყველა მიცის, ანუ როგორც გიჟი უნდა იყოს წაგებული არჩევნების მე რაც არ უნდა რთული იყოს ეს და ახლა ჩვენ როგორც გითხარით გადაცემის დაწყებამდე ჩვენ სკოლას ვაკეთებთ ახლა და საერთოდ სხვა რაღაცაზე ვართ გადართული. ძირითადად და ცოტას ვადევნებთ თვალს მიმდინარე პოლიტიკურ პრობლემებს, თუ რამე პოლიტიკური პრობლემა საერთოდ მიმდინარეობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიას არჩევნები არ აწყობდეს, ეს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას არ აწყობდეს, ეს უბრალოდ აბსურდია. ლეგიტიმურია ეს მოთხოვნა თუ არა ლეგიტიმური, ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვათ რომ უნდა ჩატარდეს. ჩვენ გვაწყობს, მაგრამ ჩვენ იმიტომ კი არ ვამბობთ რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს, იმიტომ მე არ მაწყობდა, პირველ დღესაც მაწყობდა, როცა დავწერე რომ გონება გაგიყალბეს და არ არჩევნების გაყალბება ამეთ. იმ დროსაც მაწყობდა ახალი არჩევნები. ეს ძალიან საინტერესო გონების გაყალბებაზე გვისაუბროთ, კარგით, ხო და აქედან გამომდინარე, მე არასდროს არ მივარკვე რომ ჩვენ გვაწყობს ახალი არჩევნები და ამის ასევე რაც ხელს გვიწყობს ამ ჩვენ რაც გვაწყობს იმაში არის ის რომ მართლა უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები შეხედეთ ამ პარლამენტს. ამაგან პარლამენტი ხوار გამოვა. ეს კიდე ცალკე საკითხი საინტერესოა თქვენ შეხვიდოთ თუ არა ამ პარლამენტში. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დებატები გქონდა არჩევნების რომ გადაგელახათ ბარიერი და ყოფილიყავით ბარიერ გადალახული პარტია. ზოგადად ანუ პოლიტიკაში რაღაცა რომ ყოფილიყო და რაღაცა რომ მოხდარიყო არ არის მე მგონი სწორი საუბარი, მაგრამ ჩვენ ვინაიდან ბევრად ისმოდა ასეთი შეკითხვები. დებატი გამართეთ არჩევნების შემდეგ ჩვენ პარტიის შიგნით. მე და ჰერმან საბო ვიყავით ერთ პოზიციაზე რომ არც ერთ ვარიანტში არ შევიდოდით და დანარჩენი ორი წევრი ჩვენი გუნდის სანდრო და ვახო იყვნენ მეორე პოზიციაზე რომ შესაძლებელია ამ გიჟებთან ერთად ყოფნა არ შეიძლება. აი ეს ორი პოზიცია. ანუ იქაც გქონდათ უთანხმოება. არა, ეს საჯაროდ გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით დებატი და თხოვეთ ჩვენს მაყურებელს რომ აი მოდი თუ დაშვებებს ვაკეთებთ, მოდი გავაკეთოთ ისეთი დაშვები რომ აი როგორც თქვენ გადაწყვიტავდით, ახლა ისე მოვიქცეოდით. დაუშვათ. აქ მე და საბომ 60-40-ზე მოვიგეთ. რაც მე მაძლევს იმის საფუძველს რომ ან ყოველ შემთხვევაში აქამდე რაც მე ვიცი მწოდნიდან გამომდინარე არ შევიდოდით მაგრამ მე ჩვენ არ ვიცით არჩევნების მეორე დღეს ჩვენ რომ პარლამენტში ყოფილიყავით ეს რა გავლენას მოახდენდა მთელ ამ პროცესზე იმიტომ რომ ჩვენ გულხელდაკრეფილები არ ვიჯდებოდით გასიზავდით ბოლოს და ბოლოს მოვიკითხავდით რა გეგმა აქვს ოპოზიციას პარლამენტის მანდატები იმიტომ დახიეს რომ აი ეს გიჟობა მოეწყოთ ახლა რაც გააკეთეს მაშინაც ისაუბრებდით გაჟონვაზე რა თქმა უნდა, გაჟონვილი იყო და ახლა მე თუ არ ვისაუბრებდი, თქვენ ხო მე ვერ დაგიმალავთ იმას, რომ გაჟონვილი იყოს და კარგით, მაგრამ არ მივცემდით ოპოზიციას ესე მარტივად იმის საშუალებას, საკუთარი კოლეგებისთვის მანდატები ჩაეხსნათ, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, ვინ იყო მთავარი აქტივისტი მანდატების ჩახსნის. ნიკა გვარამია. გვარამია, დიახ. ხო, ნიკა გვარამია. ჩახსნა მანდატები, გვარამია, როგორც გითხარით, ფული საიდან მოიტანა ეს არ ჩანს, მის მერე მისი ყველა ქმედებები ქოცურია და მანდატების ჩახსნა რატო არ იყო ქოცური? ანუ იმისთვის რომ დისკომფორტი არ შექმნოდათ ქოცებს საერთოდ. ანუ ქოცებს აწყობთ ახლა ასეთი პარლამენტი ამას ამბობ. ესეთი პარლამენტი მეგონი არავის არ აწყობს. ანუ უბრალოდ იმდენად საშინელია ეს პარლამენტი რომ აი მე რო ვიყო ამის წევრი შეიძლება ნერვოზი ავიქიდო. რატომ? იმიტომ რომ აი წარმოიდგინე რომ შენ ხარ არა სერიოზული კაცი, ვინც იგზი ხარ. ანუ დეპუტატი ხარ, ბიზნესმენი ხარ, სპორტსმენი ხარ. რეპუტაცია გაქვს ხო ვიღაც წრეში ადამიანების. უთმად რაღაც კლოუნადაში ღებულობ მონაწილეობას. იმიტომ ხვდები რომ ეს პარლამენტი არ არის. ანუ პარლამენტი, როგორ შეიძლება პარლამენტი იყოს ერთპარტიული? ერთპარტიული და პარლამენტი ერთმანეთში. უბრალოდ ეს როგორ გიხარ? ოქსიმორონია. პარტიული შესულიყო ეს ოთხი პარტია იმ პარლამენტში. ხო არის ერთპიროვნული. ერთპარტიული. ერთპარტიული პარლამენტი ოქსიმორონია. პარლამენტი ან პარლამენტი არ არის, ან ერთპარტიული არ არის. აქ როგორ შეიძლება რამე გინდოდეს, როდესაც აი ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის ჩემგან მე რო პატივცემ ისეთი ადამიანების თვალით რო შეხედვა ჩემპიონების. ანუ მთელი ცხოვრება პატივცემენ, რეპუტაცია გაქვს, რაღაცა გაქვს და რაღაც გაუგებრობაში, ანუ სულ გაკებდნენ. არასდროს საყვედური შესწრაფად არის საწარმოები. ეს არის შემთხვევა ადრეც იყო სპორტსმენების და ამას თუ გულისხმობ პოლიტიკაში. ნახე მაგას არ გულისხმობ, ანუ პოლიტიკაში მოსვლას გამო არ ვაკრიტიკებ, მე არავის, სხვა რაღაცას გულისხმობ. უცბად წარმოიდგინე რომ უცბად აღმოჩნდა სიტუაციაში, აი ამ ქებალიდებიდან და რაღაციდან, სადაც კლოუნადაა, პარლამენტი არ არის, საქმის გასაკეთებლად არ ხარ. ანუ იქ საქმე იქ არ წყდება. იქ პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს. არის რაღაც შენობა, სადაც იმის გამო რომ კონსტიტუციაში წერია რომ აქ უნდა ჩატარდეს ხტომებიო, ხალხი რომელმაც წინა დღეს უკვე ჩაატარა ხტომები ჩატში, ატარებს რაღაცა პროცედურებს, 10 წუთიან პროცედურებს, ახლა იქ ოპოზიცია არ არის საერთოდ და
მე გამოდის გარეთ. ანუ ეს ხო ამ პროცედურაში არაფერში მონაწილეობის მიღება საპატიო ხო არ არის. გინდა ბიზნესმენი იყავი, გინდა ჩემპიონი იყავი, საკუთარ თავს თუ პატივსცემ, საკუთარ დროს თუ პატივსცემ, საქმეს თუ პატივსცემ, რაღაცა უაზრო თეატრალიზებულ პროცედურაში რა უნდა გააკეთონ მაგალითად თქვენი აზრით? გამოვიდნენ ისინი? ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. თვითონ უნდა ჩატარონ ახალი არჩევნები. მართლა ანუ შეიძლება თვითონ მოიგონ კიდევ უფრო მეტი ოპერატორები ახალი არჩევნები, მაგრამ ეს პარლამენტი ეს კიდე ცალკე საკითხია, ძალიან საინტერესოა ეგ თემაც ახალი არჩევნები, ჯერ ვინატარებს ამ ახალ არჩევნებს, მოდით აქედან დავიწყოთ. ეხა ამ რეზოლუციაში როგორც წერია, რომ საერთაშორისო რაღაცა დამკვირვებლების და ორგანიზაციებით უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები რამდენად ეთანხმებით ამას და ამას ხო თავისი პროცედურები აქვს და აგერ არის არჩევნები არ მოდის თვითმმართველობის არჩევნები? ამაზე რას ფიქრობთ? არ ემზადებით ამისთვის? ანუ მანამდე უნდა ჩატარდეს არჩევნები? ამ მოკლევადაში როგორ წარმოგიდგენიათ? უნდა ჩატარდეს. ერთი ბიულეტინით მეტი დავბეჭდოთ. და ორივე ერთად ჩავატაროთ. ხო, რა პრობლემა არის? არ ჩატარებულა ორი არჩევნები ერთად თუ რამდენი არჩევნები ჩაგვიტარები ერთად. ხო, მაგრამ რას უშვებით ქართული ოცნების 1.200.000 ამორჩეველს, რომელსაც აირჩია ეს ხალხი და შევიდა პარლამენტში. ქართული ოცნების 1.200.000 ამორჩეველს ნაწილს ველოდებით ჩვენს რიგებში, მაგრამ ახალი არჩევნები გეტყვით ახლავე, ნახეთ, ქართული ოცნების ამორჩევლისთვის მე მხოლოდ მომგებიან პირობას ვამბობ. ნახეთ, რამდენი ფული იშოვეს ქართული ოცნების ამორჩევლებმა წინას არჩევნოთ, რაც დახარჯა ქოცებმა, გზა გაუკეთეს, რაღაცა დაუგეს, ანუ არჩევნები მოდიოდა არჩევნები რომ მოდის, მთავრობა უფრო გულკეთილი ხდება. და მე მათ მინდა განვაცდებინო კიდევ ერთხელ ერთი გულკეთილობის აქტი. როდესაც მიღაც უცნაური პოლიტიკოსები მოვლენ და მათ ფულს დაურიგებენ. ეს 4 წელიწადში ერთხელ ხდება და არ ჯობია რომ ყოველ წელიწადს ხდებოდა ეს. ნუ ხუმრობთ ეთყობა ახლა მაგრამ არა მე არ დამწყდება გული რომ გზის დაგება არ ყოფილა ოცნების წინა საარჩევნო მხოლოდ ოცნებას ჰქონდა ჩამოყალიბებული თავისი პროგრამა დადიოდა რეგიონებში ჩაატარა წინა საარჩევნო კამპანია და მოიგო ეს არჩევნები კიდე ჩაატაროს ანუ როგორ ახლა ყოველ უნდა ატარონ არჩევნები ნახეთ სასტუმროს ქირაობდნენ რომ ჩადიოდნენ ხალხი კოორდინატორებს ფულს ურიგებდნენ ვიღაცა ახალი ხალხი აყავდათ სამსახურში ანუ ფულს ხარჯავდნენ და მთავრობა რო ფულს ხარჯავს 20 წელიწადში ერთხელ ესო დახარჯოს 20 წელიწადში ორჯერ არაფერი პრობლემა არ არის პირიქით მე ყველაზე კარგი მინდა ქართული ოცნების სამორჩევის კოცებს ცუდი უნდათ მეორეჯერ არ უნდათ ფული გადაუხადონ და ორი კაპიკაშონიონ ხალხს ჩვენ ვართ ადამიანები რომლებიც ეუბნებით მოგეგოთ არჩევნები დიახ თქვენი პოზიცია რა იქნებოდა მე რომ ჯეროდეს რომ 53% არჩევნებს ვიგებ ის მისფერი ოპოზიცია ესე გაბანძდა როგორც გაბანძდა სულ არასწორი ნაბიჯებით სულ რაღაცა გიჟობებით რის უნდა მე შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ვიბრძოლებ ვიტყვი რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მივიღოთ და ბოლოს მორჩება საუბარი ხაბარას ვიზამ საპარლამენტო დემოკრატიებში ვის უკრს ადამიანელი არჩევნები ეგ ხო ჩვეულებრივი ამბავია რაღაცა პრობლემა იქნა პოლიტიკური კრიზისია ოდნავ მოგზო ახალი არჩევნები ეს ჩვეულებრივი ამბავია გერმანიაში ეს ხდება ახლა არჩევნები რო არის ასეთი არჩევნები იქნება გაგას ეხლა რაც ხდება მოდით ამაზე გადავიდეთ ბევრი დრო არ ხრჩება ოპოზიციაში რაც ხდება და იმ შეკრებებზე სადაც იკრიბება ოპოზიცია რეალურად მაგალითად ყოფილ პრეზიდენტთან იყო შეხვედრები რატომ არ არის იქ გირჩი არა ჩვენ რა საქმე გვაქვს რატომ არა გაქვს ფედერალისტები იყვნენ მაგალითად მე მგონი ფედერალისტების მიხვდებიან ცოტა ხანში რომ არ უნდა იყვნენ იმიტომ რომ იცით როგორ არის რომ ეს საკრებული რატო პრეზიდენტს არ აღიარებთ ყოფილ პრეზიდენტს რომ ის კიდევ ლეგიტიმურა ნუ ვიცი თქვენი დამოკიდებულება მაგრამ თუ სხვა მიზეზია არა ჩემი აზრით ეს ხალხი ან თავს იტყუებს ან ამდენი ხნის განმავლობაში უნდა იცოდნენ რომ ყველა მათგანი ან უმეტესობა მათგანი ვინც იგზის უბრალოდ მოსყიდულია და კოცების თამაშს თამაშობს პრეზიდენტი ყველა კოცების თამაშს თამაშობს პრეზიდენტი ყველა პრეზიდენტი როგორ არ თამაშობს აბა ვინ თამაშობს ან როგორ შეიძლება პრეზიდენტი არ თამაშობდეს კოცების თამაშს იმ ხელას იკეთე კოცების ამორჩევლის დამოკიდებულება ყოფილი პრეზიდენტის მიმართ კარგად არის ცნობილი ხო იმ ადამიანებზე ვინც შეიძლება მაგრამ მან ხო იცის რამ ხელაწვრელი აქვს ბატონ ბიძინას მის გაპრეზიდენტებაში და უფასებს ამით თუ რა ლოგიკა და რითი უფასებს რომ მიდის ვის წინააღმდეგ აი მაგალითად აორგანიზებს ოპოზიციას არაფრის კეთებაში და აზიანებს მათ უიდეობით ხან ქარტია შეტენის ხან რაღაცა შეხვედრას რომელსაც არანაირი გაგრძელებები არასდროს არ აქვს შუაგზაში მთავრდება და სინამდვილეში სულ ოპოზიციის დაკავშირებით და ამხელა 4 ოპოზიციური პარტია რომელმაც ხმები მიიღო პარლამენტში უნდა შესულიყო ანუ პრეზიდენტს უჯერებს უпроსტად ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ანუ სალომე ზურაბიშვილი არის თავი აი ამ 4 ოპოზიციური პარტიის და რასაც ამბობს სალომე ზურაბიშვილი ოცნების დავალებით ასე გავიგე ისინი იქცევიან ზუსტად აი ამ რაღაცა ნარატივში არის ზოგს დარწმუნებული ვარ ინდივიდუალური შეთანხმება აქვს კოცებთან ეხლა ისეთ რამეს ამბობთ რომ ოპოზიცია რას გეტყოდათ ეხლა ხო იციან ასეთ შემთხვევაში
მაგათ მაიციან რომ მართალი ვარ, მაგ თუ არ მიწევენ. და იმიტომ არ მინდა და არც აპირებთ იქ როგორია მაშინ თქვენი კურსი ასეთ შემთხვევაში აი დღევანდელი მოცემულობა რო ავიღოთ ჩვენში რასაკეთებს დღეს რომ გააჯანსაღოს თქვა ვითარება მაგალითად ისიც როგორ არის სანამ ხალხს რაღაცას დანახვა თვითონ არ მოუნდება მანამდე რაც არ უნდა ელაპარაკო როგორცაც ნაკლები აზრი აქვს იმიტომ ჩვენ 9 წელი არ დეგეს ლაპარაკობთ და 9 წელი ამ ხალხს ვუხსნით რომ მოდი დააკვირდით ლოგიკურად ვინ როგორ რანაირად იქცევა აი ხაზარაძე რო არის მაგალითად თავარი ოპოზიციონერი გვარამის ამბავი ხომ მოგიხევით რომ ფულის ამბავი როგორ გაიშიფროს ანერტონ ხაზარაძეს კაი ვიტყვით რომ ფული აქვს დაუშვათ და აქ რა ხდება მაშინ აი მაგალითად შეიძლება რომ ანუ TBC-ში გაქვს TBC-ის მოგება იცით რამდენია წლიური მილიარდებზეა საუბარი რუსეთში არ ვიცი მილიარდ 300 მილიონი დაახლოებით 20% აქვს ლელოს ლიდერებს წარმოიდგინეთ ახლა რომ მილიარდ 300 მილიონის 20% რამდენია მაგდენი შემოსავალი აქვს პოლიტიკაში ყოფნით ხაზარაძეს თქვენ წარმოგიდგენიათ რომ ისეთი ჯებირების მოპარვაზე თუ დაზიანებას ხალხი რო 4 წლის ციხეში გვიზის და 5 წლით რო გვიზის ციხეში ხაზარაძე მილიარდებს ასობით მილიონს შოვიდა აი ამ სტილით რო არ თამაშობდეს რომ არ კლავდეს ნებისმიერ დისკუსიას და კითხვას აყიდინეს ტევე პირველი თუ იყიდა რა ვიცი როგორც გინდა ისე და მოკლა მედიის გამოხატვის თავისუფლება იმაში ყველაზე ცენზურირებული არხია მთავართან ერთად კი ბევრ მას ქართული ოცნების ხარდამჭერ მედია საშუალებებს აკრიტიკებენ სწორადაც შეიძლება სამფრთხილობის გამო ამის გამო ცენზურების გამო და შემდეგ მაგრამ რა თვითონ რაც ხაზარაძემ და გვარამემ გააკეთეს ვიზე ნაკლებად დაცენზურებული არხებია შესაბამისად აი ამ სისულელის კეთებაში იმიტომ მე შეუძლებელი მგონია რომ ამდენი ფული კონდეს და ვინმე ისეთი ვერ დაიქირაო შენი ჭუაში არ კონდეს მაგრამ ვიღაცა ვერ დაიქირაო რომელიც ვერ არ გეტყვის რომელიც გეტყვის რომ ეს ექცევა არ შეიძლება თუ შენ ფულს არ აკეთებ ასეთ ექცევაში და მე ვინაიდან რომ ნახე რომ უბრალოდ 100 მილიონი შოულობს ხალხი მაშინ უკვე მიმაჩნია რომ ეს კონცერტი რომელიც ყველაზე მეტად კოცებს აწყობს იცი ანუ ესეც კოცების ბჭყალებში გაჩალიჩებული ამბავია კი მე უბრალოდ კითხებს ვსვამ შეიძლება ჯებირის რო დააზიანა ვიღაცა მოთასლარად ის იჯდეს 4 წლით და ხაზარაძე რომელსაც დაჭერას უპირებდნენ თელი ეს რაღაცა ვითომ ერთი ამბავი იყო წელიწადში 100 მილიონი შოულობდეს ბიზნესგინებით მოდით გადავიდეთ მესამეზე გახარიას რაც შეეხება თქვენი აზრი აქ როგორ არის რამე განსხვავებული გაქვთ თუ იქაც ესეც ოცნების კაცია პირდაპირ გკითხავთ არა მე აქ მეგონი კითხვის პასუხიც კითხვაშიც ჩანს და ყველაფერი როგორ გითხრათ ვინმე არის ისეთი ამ პარტიაში რომელიც ოცნების მაღალჩინოსანი არ იყო პრემიერ-მინისტრზე რო აფერი არ თქვათ და როდესაც ვიღაცა კითხვას მისვამს რომ პრემიერ-მინისტრი რო ყავდა ვიღაცა ის ოფიცარი ანეკდოტივით რო არის გამოთქმა რომ მე კგბ-ს გენერალი ვარ აგენტი შეხარო ვიღაცა შეეუბნება აგენტი ანუ ზუსტად ესეთივია ანუ ადამიანი პრემიერ-მინისტრი იყო ქართული ოცნების ხო მაგრამ ნუ მოხდა რაღაცა ხოციაო თორემ კითხვა საერთოდ არის ეს პრემიერ-მინისტრი იყო ქართული ოცნების და მისი გუნდის წევრების უდიდესი ნაწილი პოლიტიკაში მოსულა ხო შეიძლება დღეს ხარ იქ და ხვალ აღარ ხარ ქართულ პოლიტიკაში მით უმეტეს კი ბატონო მაგრამ რამე განსხვავებული უნდა ბატონო ბიზნესგან ანუ რამე განსხვავებული იდეაზეა საუბარი ითქვა მაგალითად როგორ იმართება ქართული ოცნების გახარიას მიერ ითქვა როგორ იმართ რას ნიშნავს პრემიერი ქართული ოცნების პირობებში ხარ ყოფილა მის გაშიფრვა ეგ კი არა რავი ვის არა ქვია 20 ივნისთან დაკავშირებითაც ამას წინათ კითხვა დაუსვეს სადღაც და ძალიან გაუჭირდა პასუხის გაცემა მოქალაქეზე. იყო თუ არა ვინმეს ზანება და ასე შემდეგ. ანუ ფაქტად და პირდაპირ თქვა რომ ჩვენო ჩემ პრემიერობის დროინდელ ამბავსო მე არ გამოვიყენე პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაშიო. გეგონება საუბრობდე რომ მე ჩემი საფეხბურთო კარიერის დროს დაგროვებულ რაღაცას არ გამოვიყენებო. პრემიერი იყავი, პოლიტიკოსი იყავი და მე რო პრემიერი ვიყავი, დროს გამოყენებულ ინფორმაციას არ გამოვიყენებო. იმისთვის გირჩევს ხალხი რომ ყოფილი პრემიერი იყავი, აბა ვინ იყავი მანამდე? ხო არავინ არ იყავი. გაგხადა კოცემა პრემიერი, ბიძინამ, გაგხადა პრემიერი და პრემიერობის დროინდელ ამბავზე არ ვილაპარაკებო და ისე არავინ არ ხარ. მაგის გამო ხარ ვინც ხარ, ხო? ასე არის, ხო? ნუ ის ოცნებას ღალატშიძებს ბრალს გახარიას და ამბობს რომ უღალატა ოცნებას. ეს უკვე ის არის. ეს უკვე ანუ ერთადერთი გირჩია, რომელიც არ იმართება ქართული ოცნებისგან. მე ასე მივხვდი თქვენი საუბრიდან. არა, შეიძლება ერთადერთი არ იყოს, ყველა შეიძლება იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მეგონი ყველაზე ნაკლებად ეჭვიტანილი შეიძლება იყოს ის პარტიები, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს.
იქიდან გამომდინარე რომ ხოცებს ისეც უნდათ ბარის გადალახვა თვითონ იძახიან არჩევნები გაყალბდაო და თუ არჩევნები გაყალბდა ხოცებმა ვის გაუყალბეს ვინც მათი მტერი იყო ისე იყვანდეს პარლამენტში და ვინც მათი მეგობარი იყო იმას არ გაუყალბეს ეს გამოდის რომ არჩევნები არ გაყალბდა ხო და ნახეთ მე სხვა რაღაცას ვამბობ ანუ თუ შენ გამოდიხარ როგორიც არ უნდა გინდა გაყალბდა გინდა არ გაყალბდა მე ხო არ ვამბობ გაყალბდა თქო მე თქვი გაჟონნა თქო კი ბატონო გაგიგე უკვე და მე ხო არ მithქვამს ასევე რომ მე გავიმარჯვე არჩევნებზე მეთქი ასე ვის არ მithქვამს რომ რა ვიცი ისა რა ქვია ხოცები მეხმარებოდნენ და მაინც არაფერი არ მოხდა თქო მაგრამ ხო გამოვიდა საბოლოო ჯამში რომ ვინც პარლამენტში მოხვდა ანუ გაიმარჯვეს ამ არჩევნებზე ხო ნუ რეალურად ხო არსებობს ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი ამ ქვეყანაში კი ბატონო ის უფრო ხო ნაკლებად საეჭვოა ვინც გაიმარჯვა ამ გაყალბებულ არჩევნებში ის არ იყოს მოსყიდული და ვინც დამარცხდა ის იყოს მოსყიდული ეს ხო უბრალოდ პირველი ასაც გამორიცხავდი ის არის რომ რავი ნაკლები შანსია რომ ვინც დამარცხდა ის იყოს მოსყიდული ნუ არ დაგეხმარათ ოცნება რომ შესულიყავით პარლამენტში ხო თუ აყალბე იმდენად ძალა თუ გაქვს რომ არჩევნების გაყალბება შეგიძლია შენიანს ხო შეიყვან კაცო რომელიც მე გაგიправებს პარლამენტს ისეჯვის ხონდა და შემდეგ კარგით მოდით კიდევ ერთი თემა ძალიან მინდა რომ მოვასწროთ საგარეო პოლიტიკას მინდა შევახოთ ძირითადად ქართული ოცნების ეს მთავარი მესიჯი რაც იყო deep state და ომი რომ აი ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან ტრამპის მოსვლის შემდეგ და იმ განცხადებების შემდეგ რაც ხდება USA-თან დაკავშირებით ვრცელი თემაა და უბრალოდ ეხლა დრო არ გვაქვს ამაზე სალაპარაკოთ, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ აი ამ გადმოსახედიდან და დღეს რაც ხდება. ეთანხმებით თუ არა რეალურად ქართული ოცნების მესიჯები ზუსტად ემთხვევა იმას, რაც ხდება აი გეოპოლიტიკაში და საგარეო აი ამ პლატფორმებზე. რამდენად იმიტომ რომ მოსახლეობა თქვა ოცნების ამორჩეველი დღეს ზუსტად ამას ამბობს რომ ის რასაც ამბობს ტრამპი დღეს რუბიო მასკი იგივეს ამბობდა ქართული ოცნება 2 წელი მინიმუმ აი ბოლო 2 წელი რამდენად თქვენ ამას ეთანხმებთ არა ტყუილიაც აბა რატო თქვენ ამბობთ მით უმეტეს გირჩი ამბობს ყველაზე დიდი ტრამპისტები ჩვენ ერთადერთი პარტია ვიყავით დანარჩენი ყველა ტრამპის მოწინააღმდეგე აი რა ნაწილში არ ემთხვევა მაგალითად განათლების სამინისტროს გაუქმება უნდა პირიქით აგერ კომისიას ქმნიან რომ კიდევ უფრო მეტად დაარეგულირონ განათლების სამინისტრო განათლების სამინისტროს აუქმებს ტრამპი მაგალითად ტრამპი რო აუქმებს იმას გულისხმობ ანუ კონკრეტული წარმოიდგინე რითი გამოირჩევა ხო ტრამპი საბოლოო ჯამში მისი ადმინისტრაცია ამბობს რომ სახელმწიფო უფრო ნაკლებად უნდა იყოს ჩარეული ადამიანების ცხოვრებაში და ბევრი სხვადასხვა საკითხები რომელიც დღეს რეგულირდება სხვადასხვა ნორმატიული აქტებით ესენი გავათავისუფლოთ აუქმებს ამიტომ ნორმატიულ აქტებს და ათავისუფლებს სხვადასხვა დარგებს ყველაზე მთავარი გითხარით განათლების სამინისტრო რასაც უბრალოდ ჯერ დაიწყო მუშაობა და ებრძვის ფაქტობრივად და მინისტრი დანიშნა ადამიანი რომელსაც უთხრა წინასწარ რომ კარგი იქნება შენ იქნები ყველაზე წარმატებული თუ შენს დროს გაუქმდება განათლების სამინისტრო აი აქედან მოყოლებული ავით დამთავრებული რეგულირებებით მაგალითად წიაღისეულის მოპოვებებზე და ასე შემდეგ რითაც კი ეს არის ცალკე თემები მაგრამ მოდით მთავარზე ვისაუბროთ თავარი ეს არის ნახეთ თავარი საქმე მაგაში მდგომარეობს თავარი ეს არის ახლა ნახეთ თქვენ რაზე გინდათ საუბარი რაშიც მე მინდა საუბარი deep state-თან დაკავშირებით ჩარევებზე USA-თან დაკავშირებით დიახ LGBT ამბავზე აი ამ ნუ რა აკადემია იგივე ამიტომ გეკითხებით არა არ შეიძლება იგივე იყოს განათლების სამინისტროს გაუქმება და LGBT პროპაგანდა უბრალოდ არაფერს შუაში არ არის სხვადასხვა საკითხია კი ბატონო მაგრამ ხოცები რაზეც საუბრობდნენ თქვა ამაზე ვლაპარაკობთ ახლა განათლების სამინისტროზე არ უსაუბრიათ ქართულ ოცნებას ნახეთ ხოცები სინამდვილეში ყველაზე დიდი LGBT აქტივისტები იყვნენ ქვეყანაში ანუ მათ მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი მათ მიიღეს პროკურატურაში მაგალითად საქმე რო აღიძვრება დანაშაული ვის წინააღმდეგ მოხდა ქალის თუ კაცის წინააღმდეგ ტრანსგენდერის აგრეთვე დაიწყეს ქალებად თვითონ ახლაც ეგრე მიდის სისხლის სამართლის ადამიანის კვლელობა დამამძიმებელ გარემოებად აქციეს თუ იმითი რა ქვია ადამიანის კვლელობის მოტივი იყო ისა გენდერული რაღაცა ანუ ადამიანს რომელს მოკლავ რის გამო მოკლავ ანუ შეიძლება მნიშვნელობა ქონდეს ანუ კვლელობაა ხო და ამათმა შემოიღეს დამამძიმებელ გარემოებად რომ ვიღაც ასეც თუ მოკლავდი პირობითად მაშინ სხვანაირი იქნება ასეც თუ წემდი თუ იჭყობებდი სხვანაირი იქნებოდა ისეც სხვანაირი ადამიანების დაყოფა თვითონ დაიწყეს ამ ნიშნით როდის ხდებოდა აი ჯერ კიდევ მოდი წლები ვთქვათ მე ვსაუბრობ ბოლო 2 წელზე ოცნების კურსის ცვლილებაზე გეტყვით 2023-ის ან 2022-ის ბოლოს 23-ის დასაწყისში ჩვენ შევიტანეთ კანონპროექტი პარლამენტში და ვთქვით რომ აი თქვენს მიერ მიღებული ეს ბოდვები რაც ახლა მე თქვენ ჩამოგითვალეთ ეს ამოვიღოთ და ამოვიღოთ სიტყვა გენდერი ამოვიღოთ კანონიდან ქალბატონი ნინო
ეს მახსოვს თქვენი გენდერთან დაკავშირებით. ხო და ნინო ხალბატონ ნინო წილოსანი რო კომისიის თავმჯდომარეა მეთქი. ვიძახდით რომ ის კომისიას დავარქვათ სახელად ნინოს არ დაუკარგოთ ადგილი. ჩვენ კოლეგა იყო ნინო და არ ვებრძოდით მას რომ მას თანამდებობა დაეკარგა. მაგრამ ვამბობდით რომ მოდი ქალის და მამაკაცის კომისიის თავმჯდომარე იყოს. რა გვინდა ეს გენდერი რო გიწერიათ კიდე რომელს გენდერს იცნობთ? რომელს სქესს იცნობთ? და რას იცნობთ? და თვითონ უწევდათ, ანუ ფაქტობრივად ხო თვითონ უწევდათ 50 გენდერის თუ 70 გენდერის აღიარება თავიანთი კანონმდებლობით. და როდესაც დაინახეს რომ იქ დემოკრატებს საქმე კარგად არ მისდის, ტრამპი შეიძლება ისევ დაბრუნდეს, ტრამპმა ის ბოქსი გააჟღერა. ამათმა როგორც აი პირწავარდილმა პოპულისტებმა ჩვეულებრივად ჩათვალეს რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის უკეთესი ახლა ამ სიმღერის სიმღერა, იმიტომ რომ მანამდე ახლა პარალელურად როცა ჭირდებათ რაღაცის გაფუჭება. ეგრევე ამბობენ რომ იცი რა ჩვენ ევროპის რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ ახლა. და მაშინ ხვდები რომ ის რაღაცა ჭირდება ძალაუფლების გასამყარებლად, ევროპული რაღაცა ის არაფერ შუაში არ არის საერთოდ, ისევე როგორც ეს გენდერ შმენდერი არაფერ შუაში არ იყო. ფიზიკურად იყო. ეს ერთი თემა, მოდი. ეს ერთი თემა. გადავიდეთ მეორეზე. Deep State-ს რაც შეეხება. Deep State-ის აი ლექსიკონურად რო განმარტო რაც ამაში იგულისხმება, ნათია თურნავ არის Deep State. რატო? იქ რაც იგულისხმება ჩაბუდებული დიდხნიანი ბიუროკრატები, რომელსაც სხვადასხვა თავრობის ბიუროკრატია, ესე ვთქვა. ფარული ბიუროკრატია, რომელიც აი რაღაც ამ ჩაბუდებული თავისი ნამცეცების მეშვეობით, რომელიც ასე ისე მილიონერად არის მიდემოდებული, რაღაცა გავლენებს ახორციელებს მიმდინარე პოლიტიკაზე, ფინანსურ ნაწილში ძირითადად, მაგრამ კიდე სხვა ნაწილში. ანუ გასაგებია რომ ტრამპი ამას ებრძვის. უნდა ებრძოლოს კიდეც. ანუ მე არ მატება მინდა ვუსურო მას ამ საქმეში, მაგრამ ხოცები ამას აკეთებენ. ანუ კი არ ებრძვიან ხოცები ამას. ოცნება ამაზე კი არ საუბრობდა. ოცნება საუბრობდა გარედან ზეწოლაზე. ქვეყნის ომში ჩართვაზე. Deep State-ის მოქმედებაზე. ეგ არ დაუმტკიცებიათ ომში ჩართვაზე. ბევრჯერ ითქვა რომ მოდი დადეთ მტკიცებულება. იმიტომ რომ მე რატომ მეეჭვება ეს? ომში უკრაინის გარდა არავინ არ არის ჩართული. უკრაინა რუსეთში. ხო, ზუსტად აქ ამბობს ოცნება რომ ჩვენ დავიცავით საკუთარი ქვეყანა და არ ჩავდეთ ქვეყანა ომში. მოლდოვამაც ხო დაიცვა. მოწოდებები ხომ იყო იაგო? არა, მოწოდებები მილიონი შეიძლება იყოს. მე საერთოდ გონია რომ ეგეთ გიჟურ მოწოდებებს თვითონ ხოცები აფინანსებენ. მაგრამ მოდი ერთ წამით თავი დავანებოთ ამას. მოლდოვა ხო არ ჩართულა. ანუ მოლდოვაზე მეტი რისკი ხვალ გვემუქრებოდა ჩვენ. რუმინეთი არ ჩართულა. პოლონეთი რავი ზედ იყო მიერთებული საერთოდ ფაქტობრივად უკრაინას, მაგრამ არ ჩართულა. არ ჩართულა ჩეხეთი, არ ჩართულა ბალტიისპირეთი. ანუ ჩვენ რომელთა გაცხარებული განცხადებები ცნობილია ბალტიისპირელები. ოღონდ ნახეთ ამ განცხადებებით იმათმა მოიპოვეს კეთილგამწყობა დასავლეთის ისევ ისინი რჩებიან დასავლეთის რუკაზე რაღაცნაირად ჩვენ ავტომატურად ითარგმნა რომ პრორუსული ქვეყანა გავხდით და მის მერე დაიწყო ეს რაღაცები რაც ჩვენ თავს ხდება და ხოცების თავს ხდება. შესაბამისად აქ მე მგონი ყველაფერი ძალიან გასაგებია საბოლოო ჯამში ხოცების ამ ნარატივმა შეიძლება ხალხის მასაზე იმუშავა, მაგრამ სინამდვილეში ის რომ მართალი არ იყო თუნდაც იმით იდგინდება რომ ომი სად დაიწყო სხვაგან. ნუ თუ ყველგან ხოცები იყვნენ, ყველგან ბრძენი იყო მეთაური. ხო ყველგან არ იქნებოდა ბიზნესნაირი ბრძენი. სადღაც ვიღაც სხვანაირიც იქნებოდა, მაგრამ არც იქ არ დაწყებოდა ბრძოლა. ხო, მაგრამ თქვენ ახლა ისეთ ქვეყნები ჩამოთვალეს, რომ ყველა ნატოს წევრია და მე ვერ წარმომიდგენია ნატოს ქვეყნებთან ახლა ომი როგორ უნდა დაწყებულიყო, როგორ არ არის ახლა. მოლდოვა არ არის ნატოს წევრი. ნუ კარგით, ერთი მოლდოვა არ არის. და მეტი ვიგი და სხვა რომელ ქვეყანას თქვენ პოლონეთი მითხარით ახლა. არა, თქვენ უნდა მითხარით ერთი ქვეყანა, სადაც ომი მიმდინარეობს. ბალტიისპირეთის ქვეყნები მითხარით ახლა, როცა ნატოს ხოლგა გახურავს, იქ რა ვიცი ახლა, დაცულიც ხარ ალბათ ტკერა და დაცული ხარ. და აი თქვენ ერთი ქვეყანა დამისახენეთ, სადაც ომი მიდის სხვაგან. არა, არსად არ მიდის, მაგრამ რა გითხრათ, მე მეზობელი ქვეყნები დაგისახელეთ, შემიძლია აქეთ შუაზითაც დაგისახელოთ ქვეყნები. ხო, კი ბატონო, მაგრამ იმათ არ უთქვამთ, რომ ვინმე ემუქრებოდა, მოდით ახლა ესეც ეს ჩვენ ვამბობდით, რომ ვიღაც გვემუქრებოდა და მესმის რაღაცა ფაქტები უნდა დადოთ, კი ბატონო. აი, უბრალოდ აი ეს დღევანდელი მოცემულობა. ფაქტი, ანუ როგორ შეიძლება ესე უბრალოდ ვიღაცამ თქვა, რომ ვიღაცამ ემუქრებოდა და ამიტომ ეს ხენი ეს ხო უბრალოდ არასერიოზულია. რაც ეხება მაშინ ოპოზიციის მოთხოვნებიც იყო ჩარტერი გაეშვათ უკრაინაში, ამაზეც აპელირებს ახლა ოცნება იქ ეკონომიკური რაღაც გადაგვეკეტა რუსეთთან, რომ ქვეყანა რაღაცა კოლაფში მოქცეულიყო. ამას იყენებს დღეს ოცნება, რომ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ და ამისგან გადავარჩინეთ ქვეყანა. მე არ მახსოვს მაშინ თქვენი პოზიცია ამას ეთანხმებოდით თუ არა? არა, ჩვენ ზოგადად ხო იცით ესე უყურებთ, რომ ყველა ოპოზიცია მოსყიდულია. ყოველ შემთხვევაში მათი ლიდერები, შეიძლება ყველა ადამიანი არა, მაგრამ მათი ლიდერები და შესაბამისად, როდესაც ვიღაცა გეტყვის, რომ მოდი ახლა ისეთი სისულელე თქვი, რომ მე მქონდეს საფუძველი, რომ რაღაცა ცუდი გავაკეთო, იმიტომ რომ თქვა, რომ აი ნახე ესენი აშვებოდნენ. და შენ უნდა მოითხოვო ჩარტერი, შენ უნდა მოითხოვო რავი დესანტის გადასხმა, რომ ხოცებმა თქვას, რომ ომს თხოვდნენ ესენი, მაგრამ რა შუაშია ვიღაცა სულელი ოპოზიციიდან რას ხხოვდა საქმესთან.
და საქმეში გამოვიდა ის, რომ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია აღმოჩნდა არა პროუკრაინული, არამედ მეორე მხარეს. და შესაბამისად, მე არ ვიცი, როდესღაც შეიძლება ისტორიკოსმა ჩათვალოს მეტი ინფორმაცია გაიგოს ჩვენს თავას არსებულ ინფორმაციაზე და თქვას, რომ ეს იყო ბრძნული გადაწყვეტილება. ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს ასეთი ისეთი, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ მორალურად გამართული გადაწყვეტილება არ ყოფილა. კარგით, ბოლოს რამდენიმე წუთი და მითხარით, როგორ წარმოგიდგენიათ ზოგადად ვითარების არ ვიცი, სამომავლოდ დღეს პოლიტიკური კრიზისი არის, არ არის, ოცნება ამბობს, რომ ეს არის ხელოვნური კრიზისი, თქვენგან ახლა ცოტა სხვა პასუხები მოვისმინე, მოვლენების განვითარება, როგორ წარმოგიდგენიათ, მით უმეტეს, აი, მართლა საგარეო პოლიტიკა არის ძალიან ბევრი რამის გამსაზღვრელი, ტრამპი პუტინის შეხვედრა იგეგმება, მოკლედ ცოტა турბულენტურ ზონაში ვართ მოხვედრილები და აქეთ ვხედავთ ასევე ევროკავშირის რეზოლუციებს. როგორ შეიძლება ქვეყანაში ვითარება დაწყნარდეს, თუნდაც აქციები, როგორ შეიძლება წარიმართოს, რა წარმოგიდგენიათ, მოკლედ გამოსავალ. რაც მე ან ტრამპი პუტინის შეხვედრა ძალიან საინტერესოა. და მე არ ვიცი ამ შეხვედრაზე ვინ არის ჩვენი ინტერესების დამცველი, იმიტომ რომ როგორ გითხრათ, ჩვენ პუტინთან ჩვენს გვაქვს პრეტენზიები ტერიტორიული. იქნება ეს აფხაზეთის საკითხი, იქნება სამაჩაბლო საკითხი ასე შემდეგ. ჩვენს ინტერესებს ვინ წარმოადგენს ამ მოლაპარაკებაში, იმიტომ რომ მოლაპარაკება მართლა მარტო იმ ერთ კონკრეტულ თემაზე ხო არ იქნება. ხო მთლიანად საუბარი იქნება პუტინთან და რუსეთთან ურთიერთობაზე. ნუ ვარაუდობენ რომ იქნება ახლო აღმოსავლეთზეც, მაგრამ რამდენად იქნება კავკასიაზე, ჯერჯერობით არაფერი წამიკითხავს ექსპერტული მოსაზრება ამაზე. ხო და აი ჩვენს ინტერესებს იქ როგორ უნდა იყოს, რა უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების თვალსაზრისით. ჩვენ ხო საერთოდ უპატრონოთ ვართ მიტოვებული, იმიტომ რომ ჩუმად ვზივართ, ოღონდ ჩვენზე არავინ არაფერი არ გაიგოს, აი ზედმეტად არ ვიფაჩუნოთ. იმიტომ რომ შეშინებულები ვზივართ ჩირგუში. რას მოიმოქმედებდით? რას მოიმოქმედებდით? მე ხო არ მაქვს ეს ინფორმაცია, ამ ცოტა ზუსტად გითხრათ, რას მოიმოქმედებდით, მაგრამ მე მექნებოდა პასუხი თუ როგორი გზებით მივდივარ ამ მოლაპარაკებაზე, ანუ ჩემს ინტერესებს ვინ და როგორ იცავს და რა პოზიცია მაქვს ამ ყველაფერთან. ვინ და როგორ რას გულისხმობთ, ტრამპი თუ პუტინი? აი ამ მოლაპარაკებაზე ხა ტრამპი პუტინის შეხვედრაზე რა პოზიცია? თუნდაც არც ერთი და არც მეორე შეიძლება ისეთი ადამიანები იყოს, რომელიც ამ ხალხთან ერთთან მეორესთან ამბავს მიიტანს, ან ასე ან ისე. მაგრამ შეხვედრა რაღაც გეგმა უნდა ქონდეს, როგორ მონაწილეობ ამაში, ანუ შენს ინტერესებს ამ პროცესში ვინ იცავს? თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომ არავინ არ მონაწილეობს ამ პროცესში საქართველოს მხრიდან და არანაირი ინფორმაცია მატარა? მე არ ვიცი საით მივდივართ. როგორ თქვენ არ იცით საით მივდივართ? მთელი პრობლემა ის მდგომარეობს, რომ ამ ქვეყანაში უბრალოდ არ ვიცით საით მივდივართ. ადრე ვიცოდით რომ ევროპისკენ მივდიოდით. ახლა ვიცით რომ ევროპისკენ არ მივდივართ. და რა ვიცი, ამერიკისკენ მივდივართ თუ არა, დამოკიდებული იმაზეა deep states მოგებს თუ არა ტრამპი ეს შემოგთავაზა ხელისუფლება. რა შეიძლება ჩინეთს? აი ამ ყველაფერს სასაცილოდ ვეჩვენება. რატო? იმიტომ რომ აი მე ყველაფერი გამიგია საქართველოში. პრორუსების ყოფილა ნაკ, პროამერიკელების, პროთურქების, მაგრამ პროჩინელი ამ ქვეყანაში არავინ არ მინახავს. საერთოდ ამ პროს რატო ხმარობთ? რა საინტერესოა ჩინეთთან? ჩინელი ისო დადიოდა აქ თავის დროზე საზოგადოება ჩვენი ჩინელები თავისი წავიდნენ ამ ქვეყნიდან. როცა შემოვიდნენ ერთი პერიოდი. და ეს ცუდის ნიშანია, ეს არ არის კარგის ნიშანი, როცა საიდანღაც ჩინელი გარბის, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩინელი მოვიდა აქ იმისთვის, რომ რაღაცა ლუკპაპური იშოვა, სადღაც დასახდეს ამე პერსპექტივა ნახოს და ვერ ნახა პერსპექტივა და გაიქცა სადღაც, სადაც უფრო მეტ პერსპექტივას ნახავდა. ეს ცუდია სინამდვილეში ამ ქვეყნისთვის. კაი კი არ არის. იმიტომ გარბიან ვიღაცები. შეიძლება სადღაც ვერ მოახდინო რაღაცა ასიმილაცია იმ ქვეყანასთან. არ არსებობს ესეთი ქვეყანა ჩინელები რო ვერ ახდენენ ასიმილაციას, თუ ამ ქვეყანაში განვითარების შესაძლებლობები არ გაქვს მოსპობილი. და ეგეთია ეს ქვეყანა. მაგიტომ ანუ ჩვენ ვითომ ჩინელებთან ძოლის ფარგლებში საბოლოო ჯამში გვეუბნებთ იმას, რომ არავის არ უნდა საკუთარი ჩინელსაც კი არ უნდა საკუთარი ახალგაზრდობა და ენერგია დახარჯოს. და ასეთ ქვეყანას ვაშენებს და ამიტომ ვერ ხვდები საით ვიდივართ თქო. იმედია გავიგებთ. იმედია. ჩვენი დრო ამოიწურა. საინტერესოა თქვენთან საუბარი და იმედი მაქვს რომ კიდევ ვისაუბრებთ შემდგომ ეთერებში. დიდი მადლობა მინდა გითხრათ. მოსვლისთვის და საუბრისთვის. რადიო მსმენელებს შევახსენებ, იაგო ხუჩია იყო დღეს ჩვენი სტუმარი. შევხვდებით ერთმანეთს მომდევნო ხუთშაბათს ზუსტად ამ არხზე ამავე დროს. გემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის.